ასე ვინ იყვნენ ის ქართველი ძმები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდი ფილმებს იღებდა, კონან დოილის ქართველი რძალი და სალვადორ დალის ფანტასტიკური მეგობარი რუსუდან დივანი. ჰოლივუდის კულუარებიდან კოკო შანელის გარემოცვამდე ქართული ოჯახის თავგუდამხვევი წარმატებებისა და ავანტიურების ისტორია გიორგი კალანდიას რუბრიკაში ამბები ხელოვნების სასახლიდან. გიორგი, გთხოვთ. როგორი ანონსი იყო, იცი როგორ დამაინტერესა. მართლა ძალიან საინტერესო ამბავია, როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი, ფიქრობდი რა დამერქვა ამ სიუჟეტისათვის, კერძოდ ამ ამბისათვის, რამდენიმე ვარიანტი ვიფიქრე, მომხიბვლელი ქართველი დაძმა, მეკორწინე მდივნები, თუმცა გადაცემის ჩაწერამდე ერთი დღით ადრე შევხვდი შესანიშნავ რესპონდენტს, გამოჩენილ ქართველ ისტორიკოს რუსუდან დაუშუს, რომელიც ამავე თემაზე ამზადებს წიგნს და ამ წიგნს აქვს საოცარი სათაური, რომელიც ძალიან მომეწონა დღევანდელი სიუჟეტის თუ გადაცემის სახელისათვის მდივნების ოჯახის ჯადო. ვინ იყო ეს ოჯახი, რომელმაც ასე მოაჯადოა ევროპისა და ამერიკის წარმატებული საზოგადოება, ოჯახი, რომლის შესახებაც ფილმებს იღებდნენ ჰოლივუდში, აკეთებდნენ სიუჟეტებს მათ შესახებ და ძალიან ბევრი ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, მსახიობი თუ მხატვარი ცდილობდა მათთან მეგობრობას. მდივნების უშუალო წინაპარი იყო ერეკლე მეფის თანამებრძოლი სოლომონ მდივანი, ხოლო მათი მამა გახდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე ზაქარია მდივანი. ამ ოჯახის შესახებ, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ერთგვაროვანი აზრი არასოდეს არ არსებობდა, სხვათა შორის ინტერნეტი რომ დაათვალიეროთ, დღესაც ვერ ნახავთ ერთგვაროვანას, ყველა ერთ რამეზე თანხდება. ეს იყო საოცრად ლამაზი ხალხი. თუ როგორი წარმოდგენები არსებობდა მათ შესახებ, მოდით რუსუდან დაუშვას მოусმინოთ. ევროპა ამერიკის პრესაში, რომელიც გადაჭედილი იყო ამ მდივნების შესახებ, ერთ მნიშვნელოვან შეფასებას ვერ ნახავთ. ან ლანძღავენ აფერისტებს, ცეძახიან მედროვეებს და ასე შემდეგ, მეორე მხრივ არის ქებადიდება და საქართველოს სცენება, რომ ასეთი შვილები აღზარდა. მაგრამ აი ორივე ამ უარყოფით და დადებით შეფასებებს აერთიანებს ერთი ესეთი ტერმინი, მეხორწინე მდივნები. და აი ბოლოში ჩვენ თუ ჩამოვთვლით რა სამ სერიაში რა ქორწინებები მიყვა ერთმანეთს, გასაგები გახდება ამ ტერმინის არსებობა. მეკორწინე მდივნები თუ რატომ იყვნენ, ამას ჩვენ ახლა ამ გადაცემის განმავლობაში ვნახავთ, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ ზაქარია მდივანი 1921 წელს ფაქტია ლოგიკურად იძულებული გახდა საქართველოს დაეტოვებინა, ის დემოკრატიული მთავრობის წევრი იყო. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ემიგრანტისათვის ჩვეული დიდი გაჭირვებისა, მან მოახერხა და შვილებს საოცარი განათლება მისცა. 5 შვილი ყავდა: დავითი, სერგი, ალექსანდრე, რუსუდანი და ნინო მდივანი. 5-ვეს მართლაც საოცრად კარგი განათლება მისცა და რაც ყველაზე მთავარია, მათ ჰქონდათ, როგორც მაშინდელი პრესა წერს, საოცრად მაღალი დონის განათლებასთან ერთად ძალიან კარგი მანერები და ამითი ახერხებდნენ საზოგადოების მოხიბლას. უფროსთაგან ორი, დავითი და სერგი, გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ საფრანგეთი და ბედისაძიებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წასულიყვნენ. თავიდან მუშაობა ოკლაჰომასა და ტეხასში დაიწყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და $300 გამოიზოგეს. სწორედ ამ $300 მათ კალიფორნიას მიაშურეს იმისათვის, რომ ახალი ნავთობსაბადო ეპოვათ. ეს ძალიან წარმატებით მოახერხეს. გამოზოგილი $300 კალიფორნიის ერთ-ერთ ნავთობსაბადოზე დადგეს ჭაბურღილი და როგორც იმდროინდელი პრესა წერს, უპოვარი თავადებიდან ერთ ღამეში იმდენი ოქრო ამოქაჩეს, რომ ძალიან ცნობილ უფლისწულებად იქცნენ. აი ევროპაში ეს უფლისწულები მოგზაურობის დროს გაიცნობენ იმ დროის ევროპისა და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ვარსკვლავს პოლა ნეგრის, რომელიც ამასთანავე იყო ძალიან დიდარი ქალი. ის ძალიან მალე გახდება სერგის მეუღლე, თუმცა ძალიან მოიხიბლა დავითის გარეგნობით, იმდენად მოიხიბლა ამ თმახუჭუჭა ანგელოზის, როგორც იგი ეძახდა გარეგნობით, რომ ის ჰოლივუდურ საზოგადოებას წარუდგინა 1926 წელს. დავითმა ამ ნაცნობობით ძალიან კარგად ისარგებლა და 1926 წელს ერთ-ერთ
შეხვედრაზე ერთ-ერთ სადილზე ის ძალიან ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა მიიწვია საკუთარ ფილმში გადასაღებად კვირაში $150. რა თქმა უნდა, დავითი დათანხმდა და ეს არის პირველი ქართველი, რომელიც ჰოლივუდურ ფილმში გადაიღეს 1927 წელს დავით მენორის სახელით. საოცარი სიუჟეტია. სიუჟეტი ასეთი არის, რომ დავით მენორი, რომელიც ასრულებს ლაიონელ ლორენის როლს, დიდარ პრინცესაზე ქორწინდება. ეს სიუჟეტი რეალობა გახდა, იმიტომ რომ ამ დროს ჰოლივუდში გამოჩნდა ქალბატონი, რომელიც დავიდზე 20 წლით უფროსი იყო, თუმცა არ მალავდა, რომ საოცრად უყვარდა ქართველი უფლისწული, ეს იყო მეი მიურეი და მან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ქართველ თავადთან. თქვენ ხედავთ ახლა მეი მიურეის 1926 წლის 27 ივლისს ბევერლი ჰილზზე შედგა დიდი ქორწინება, რომელსაც ჰოლივუდის მთელი ელიტა დაესწრო და 20 წლით უფროსმა მეიმ გამოაცხადა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთგული იქნებოდა დავითისა, თუმცა როგორც ლამაზ ზღაპრებში ხდება, ეს ასე არ მოხდა. მეი მიურეი, როდესაც გათხოვდა, ის იყო ყველაზე მოთხოვნადი ჰოლივუდელი მსახიობი, მას იწვევდნენ სხვადასხვა ფილმებში, თუმცა როგორც ჩანს, დავითი ამით განსაკუთრებით არ ამაყობდა. უფრო მეტიც, როდესაც მან გაიგო, რომ მეი მიურეი იყო ფეხმძიმე, მოითხოვა, რომ კარიერისათვის თავი დაენებებინა. იმდენად იყო ქართველ მამაკაცზე ქალბატონი შეყვარებული, რომ მან ეს მოთხოვნად შეასრულა და სულ ცოტა ხნით მეი მიურეი და დავით მდივანი იკარგებიან. ისინი ქმნიან თავიანთ ჯადოსნურ სამყაროს, სადაც საოცრად ბევრ ფულს ხარჯავენ იმდენს, რამდენიც ეს საბანკო ანგარიშებს შეუძლიათ აიტანოთ, თუმცა მეი მიურეის შემოსავალი არ აქვს. დავითი კი იცით, რომ ნავთობ ჭაბურღილების მფლობელია და ნელ-ნელა მეი მიურეი ღარიბდება და პრობლემებიც ჩნდება. ბოლოს იმდენად დიდი პრობლემები ჩნდება, რომ როგორც ტაბლოიდები წერდნენ, მეი მიურეიმ წარუმატებლად, მაგრამ მაინც სცადა დავითის მოკლა, ცეცხლსასროლი იარაღით. ყველაფერი ეს 1923 წელს განქორწინებით დამთავრდა. ამას წინ უძღოდა დიდი სასამართლო პროცესი და ჩვენი მდივანი დაუკავშირდა ახლა კიდევ ერთ ცნობილ ფრანგ მსახიობს არლეტს. ეს ქორწინებაც დიდი ხანი არ გაგრძელებულა. დავით სხვათა შორის მინდა გითხრათ, სულ 7 ცოლი ყავდა. 7-ვე ძალიან წარმატებული და ბოლოს მან იქორწინა 1960-იან წლებში სინკლერ ოილის დამფუძნებელზე, ერთ-ერთ მდიდარ ქალბატონზე, ვირჯინია სინკლერზე. და რომ მიხვდეთ თუ რამდენად დიდი ქონება ჰქონდა ვირჯინია სინკლერს, მასაც გაეყარა დავითი, გეტყვით იმას, რომ როდესაც ის გარდაიცვალა, საკუთარ შვილს ევგენია სინკლერმა $30 მილიონ მეტი დაუტოვა. მოკლედ გავაგრძელოთ მეორე ძმის ამბავი, იმიტომ რომ გითხარით, რომ ესენი იყვნენ მეკორწინე ძმები. მდივანთაგან მეორემ სერგიმ, რომელიც მდივანთა შორის ყველაზე ლამაზ მამაკაცად და მომხიბვლელ მამაკაცად ითვლება, 1925 წელს ძმის ქორწილში გაიცნო მუნჯი კინოს ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინის ყოფილი ცოლი პოლა ნეგრი. პოლა ნეგრი მართლაც რომ ჭკუას კარგავდა ამ მამაკაცის გამო, ის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავად ითვლებოდა. ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა გამოიწვია სერგის ქორწინებამ და საერთოდ მან თუ შეიძლება ასე ვთქვას, ჩრდილნარევი სახელი დატოვა საკუთარ ბიოგრაფიაში. მოდით ამის შესახებ რუსუდან დაუშვილს მოვუსმინოთ. მან ცოლად შეირთო პოლა ნეგრი, რომელიც გაიცნო სწორედ ძმის ქორწილში, სადაც პოლა იყო ხელისმომყიდე მეი მიურეის. ეს ქორწინებას დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა მთელი მსოფლიო მოიარა ამ სურათებმა, ამ ულამაზესი წყვილის. პოლა ნეგრისთვის ის მესამე ქმარი იყო და განსხვავება 6 წელი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ikლებდა ასაკს. პოლა ნეგრი 3 წელს ikლებდა და უფრო დიდი იყო ვიდრე სინამდვილეში. მათ შორისაც დამთავრდა მალე ეს ურთიერთობა და მეორე ცოლი იყო ცნობილი საოპერო მომღერალი მაკორმიკი. რაც შეეხება მესამე ცოლს, აი მესამე ცოლი იყო სრულიად წარმოუდგენელი ქართველი კაცისათვის, იმიტომ რომ ძმის ცოლი ძალი შეირთო 36 წელს თებერვალში და რამდენიმე თვის შემდეგ დაიღუპა, ზუსტად ერთი თვენახევრის შემდეგ დაიღუპა. ამ გაუგონარმა ამბავმა, გარდაცვლილი ძმის მეუღლეზე ქორწინებამ დიდი მithქმა-მოთქმა გამოიწვია.
თუმცა როგორც ევროპული პრესა წერდა წინაპრების წყევლამუწია სერგის და ის მოულოდნელად პოლოს თამაშის დროს გარდაიცვალა და ასე დამთავრდა, ასე ტრაგიკულად დამთავრდა ეს ისტორია. მესამე ძმა ალექსი მდივანი ყველაზე უიღბლო, თუმცა ყველაზე დიდი პატრიოტი საქართველოსი და მიუხედავად ძალიან მოკლე ცხოვრებისა მანაც მოასწრო რამდენიმე ხმაურიანი ქორწილი, მისი მეუღლე გახდათ ბარბარა ჰატონი, მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი. დიახ, თქვენ არ მოგესმათ, მე-20 საუკუნის 20-იან 30-იან წლებში ბარბარა ჰატონი ითვლებოდა მსოფლიოს უმდიდრეს ქალად და მას საკუთარ ანგარიშზე 200 მილიონი დოლარი ჰქონდა. ის ძალიან მოიხიბლა კემბრიჯში განათლება მიღებული ალექსი მდივანით, მან ბანკონგში ნახა თეთრ ცხენზე ამხედრებული ქართველი უფლისწული და როგორც იტყვიან ჭკუა დაკარგა. 1933 წლის 22 ივნის პარიზის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში იქორწინა ალექსი მდივანმა ბარბარე ჰატონზე. ეს იყო საოცრად მომხიბვლელი ქორწინება. ქორწინებას დაესწრო სალვადორ დალი, პიკასო, ჰოლივუდის ვარსკვლავები, სულ 800 ადამიანი, აქვე იყო ნოე ჟორდანია და ევგენი გეგეჭკორი. მე მოულოდნელად სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ამ ქორწინების კადრები, ჩემთვის მოულოდნელად აღმოვაჩინე. ახლა მინდა გაჩვენოთ ერთი ფრაგმენტი. ეს არის ინგლისურ ენაზე, სულ 30 წამიანი, მაგრამ აქ ისმის საქართველოს სახელი, ისმის პრინც ალექსი მდივანის სახელით. მოდით ნახოთ ეს ფრაგმენტი. Worldwide interest is taken in the marriage of Miss Barbara Hutton, reputed to be the world's wealthiest heiress, to Prince Alexis Medivania, member of an ancient family from Georgia, now part of Russia. This is the wedding by Russian rites, a civil wedding having taken place earlier in the week. თქვენ გაიგონეთ ალბათ სახელი ჯორჯია, მე ეხლა ვთხოვ სარეჟისოროს რომ დიდ ეკრანზე გამოარჩინოს ეს ქორწინების კადრები, აი ხედავთ რა ხდებოდა ქორწინების დროს პოლიციას უწევდა კორიდორის გადაკეტვა, აი ეს ბარბარე ჰატონი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ქალბატონად ითვლებოდა, თუმცა მინდა გითხრათ, ალექსი არ იყო ასე მდიდარი, მაგრამ ის იყო ძალიან მომხიბვლელი. ბარბარე ჰატონი ალექსი მდივანზე უფროსი გახდათ, თუმცა ეს ქორწინება საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა და როგორც გითხარით, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. მე მეეჭვება რომელიმე ქართველი მამაკაცი, რომელიც ასეთი ყურადღების ცენტრში ყოფილა ოდესმე მსოფლიო პრესის მხრიდან. ალექსის პატრიოტულ განწყობებზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს იყო მართლაც განსაკუთრებული პატრიოტი საკუთარი სამშობლოსი. ალექსი მდივანი მუდმივად სტიპენდიებს უნიშნავდა ევროპაში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს. მან ხარბინში ქართველი ლტოლვილებისათვის შეიძინა 6 სართულიანი სახლი. მუდმივად ეხმარებოდა ქართულ ემიგრაციას. თუ რამდენად დიდი პატრიოტი იყო ის საკუთარი სამშობლოსი, ამის შესახებ კვლავ რუსუდან დაუშვოს მოусმინოთ. 1931 წლიდან ის 24 წლის ასაკში გახდა პარიზში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ლეგაციის მდივანი. და მაშინვე გამოიჩინა როგორც შესანიშნავმა დიპლომატმა ამ ბიჭმა თავი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩვენი დელეგაციები, რომლებიც ძალიან ბევრ ადგილას დადიოდნენ, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებოდნენ, რომ საქართველოს შესახებ რაღაც თავის სიტყვა მიეტანათ, თავისი ხარჯით აცმევდა. ხშირად თვითონაც მიდიოდა და ამიტომ ჩვენი დელეგაცია ყველაზე კარგად და მუდმივად გამოწყობილი იყო ხოლმე. გრანდიოზული ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ ალექსი მდივანი და ბარბარე ჰატონი ერთმანეთს გაეყარნენ, თუმცა ეს იყო ძალიან კულტურული და ძალიან შთამბეჭდავი ურთიერთობა. ბატონო, მიზეზს ვერ გეტყვით, სამწუხაროდ ეს საკითხი არ გამომიკვლევია, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მეგობრები, ალექსი მდივანი არ დარჩენილა მარტო, მას უკვე ჰყავდა ესპანელი ბარონესა, რომელთან ერთადაც ესპანეთში გაეშურა, თუმცა 1935 წელს მოხდა მართლა საშინელი ავტოკატასტროფა და თავის განსაკუთრებულ როლს-როისში ალექსი მდივანი ადგილზევე გარდაიცვალა. ახლა მამაკაცებიდან მინდა ქალბატონებზე გადავიდე, აი ჩანს ხოლმე ჩვენს კადრებში, ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ალბათ საქართველოს და ქართული ემიგრაციის ისტორიაში ეს არის რუსი მდივანი, იგივე რუსო მდივანი, რომელიც გახდათ ყველაზე უმცროსი ქალიშვილი მდივნების ოჯახში. ის მეგობრობდა
ელენე ახვლედიანთან, ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან და ქეთევან მაღალაშვილთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც პარიზში იყვნენ ჩასული სასწავლებლად, თვითონაც ქანდაკებით იყო გატაცებული, ამიტომაც მან მიაშურა იმდროინდელი პარიზის ყველაზე ცნობილ მოქანდაკეს, მხატვარს, რომელიც პიკასოს გამოჩენამდე მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მხატვრად ითვლებოდა, ეს იყო ხოსე მარია სერტი და აქაც ის მომაჯადოვებელი წრე დატრიალდა, რომელიც მდივნებთან მიმართებაში ყოველთვის ხდებოდა. ხოსე მარია სერტი ვერ მალავდა რუსუდამ დივანით აღტაცებას, თუმცა რუსუდამ დივანი მეგობრობდა ხოსე მარია სერტის მეუღლესთან და ძალიან მძიმე და უხერხული სიტუაცია შეიქმნა. აი ამ უხერხულობის თავიდან დასაღწევად ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი გაემგზავრა, მაგრამ სერტი არ შეეშვა, ის მეუღლეს გაეყარა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საფრანგეთში წამოიყვანა რუსუდან დივანი და კოკო შანელის მონაწილეობით შედგა საოცარი ქორწინება პარიზში. იმდენად უყვარდა ხოსე მარია სერტს რუსუდან დივანი, რომ მას სასახლეც კი უყიდა ესპანეთში, თუმცა ეს გოგონა, რომელსაც დიდი ნოსტალგია ჰქონდა საქართველოსი, ძალიან მძიმედ განიცადა ორი ძმის სიკვდილი და როგორც ამბობენ, საჭმლის მიღებაზეც კი უარი თქვა 1935 წელს, შემდეგ მას ტუბერკულოზი გაურთულდა და ის ხოსე მარია სერტისა და კოკო შანელის ხელში გარდაიცვალა. ხოსე მარია სერტმა სულ 2 წელიწადი იცხოვრა საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა როდესაც მის გარდაცვლილ ცხედარს ჭირის უფლებმა გაპატიოსნება დაუწყეს, გულსაკითხში აღმოაჩინეს რუსუდამ დივანის ფოტო. ასე მთელი სიცოცხლე გულით ატარა დივანის სიყვარული და ფოტო ხოსე მარია სერტმა და ბოლო დაზე ვისაუბრებ, ეს არის ნინო მდივანი, რომელსაც ინგლისური პრესა აცხადებდა მდივნების ყველაზე ევროპის ყველაზე ტრაგიკულ პრინცესად. ის თავის დროზე იურისტ ჩარ ჰურბერის გაყვა ცოლად, 11 წლიანი ქორწინება ჰქონდა და თითქოს ძალიან მტკიცე ჩანდა ეს ქორწინება, მაგრამ მდივნების ოჯახს რაღაც განსაკუთრებული ჯადო ჰქონდათ და აი ერთ-ერთი ავია შოუს დროს ნინო მდივანმა გაიცნო არც მეტი არც ნაკლები კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი და იმდენად მოიხიბლა ცნობილი მოღვაწის შვილი ქართველი ქალბატონით, რომ ჭკუა დაკარგა. 11 წლიანი ქორწინების შემდეგ მდივანის ქალი გაეყარა თავის მეუღლეს და დაქორწინდა 1936 წელს დენის კონან დოილზე. აი აქედან იწყება ნინო მდივანის განსაკუთრებული სიმდიდრე და ფუფუნება. ის მას გადაეცა ყველა უფლება კონან დოილის ნაწარმოებების გამოცემებისა და სწორედ ამ პერიოდში ყველაზე მეტად იყიდება კონან დოილის ნაწარმოებები ევროპაში და რა თქმა უნდა მდიდრდება ნინო მდივანიც. მისი სახელი იმდენად მნიშვნელოვანია კონან დოილის შემოქმედებაში, რომ მან დაიმკვიდრა თავისი ღირსეული ადგილი კონან დოილის მუზეუმში. მოდით ამის შესახებ მოусმინოთ რუსუდან დაუშვს. როდესაც ნინო გარდაიცვალა 2 წლის შემდეგ ბეიკერ სტრიტის 221 B-ში, სადაც თავის დროზე შერლოკ ჰოლმსი ცხოვრობდა ლიტერატურული გმირი, მისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნა. და იმ მუზეუმში სხვა რეალურ პიროვნებებთან ერთად ნინოს სურათიც არის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამომცემლის. დენისის გარდაცვალების შემდეგ 1955 წელს მესამეჯერ გათხოვდა ნინო და ამჯერად იგი ცოლად გაყვა სწორედ არტურ კონან დოილის საუკეთესო გამომცემელს და მისი ცოლი გახდა. 87 წლამდე იცხოვრა. 87 წლის ნინო მდივანი 1987 წელს გარდაიცვალა. მარტო ხელა გარდაიცვალა და როდესაც სახლში ექსპერტები შევიდნენ, მისი ლოგინის ქვეშ იპოვეს ნეფრიტის გულსაკიდი, რომელიც მის მეგობარს, მისი ძმის ყოფილ მეუღლეს ბარბარე ჰარტონს ეკუთვნოდა. ეს გულსაკიდი 2014 წელს სოტბის აუქციონზე არც მეტი არც ნაკლებად 27 მილიონ 44,000 დოლარად გაიყიდა. ასეთი იყო ამბები ხელოვნების სასახლიდან, რომლებიც დამეთანხმეთ დივნების მართლაც მომაჯადოებელი ოჯახის შესახებ. იცი პირველი შეკითხვა სამივეს გაგვიჩნდა, რატო არ ვიცოდით აქამდე ეს ისტორია? ანუ რატო არის ესე მიმალული, დამალული? სულ მალე რუსუდან დაუშვილი გააკეთებს შესანიშნავ წიგნს დივნების ოჯახის შესახებ და მე აუცილებლად მოგიტანთ იმისათვის, რომ რუსუდანს
რომ ჩვენთან მოიტანოს პირველად ეს აუცილებლად ციგნი. პირველად მქონდა ეგ განცდა რომ მეგონა რომ ტელევიზორის უკან ვიჭექი. კი, ნამდვილად. იმდენი მაინტერესო დიდი იყო. მადლობა. მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ამისთვის. და დაცდილი მაქვს ძალიან კარგად შენი ეთერში.